თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის წინა სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ ხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ასევე დაკავებულის მიმართ შეფართებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც გადაისინჯება. გამოძიების განცხადებით რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კერძოდ კი ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2.56.192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა. რომეო მიქაუტაძე 20 ივნისს დააკავეს მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილი და 194 მუხლის მესამე ნაწილის გეკვე პუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომა 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხარები წარმოადგენთ ჩვენს მოპოვებულ მტკიცებულებებს, ასევე გადაისინჯება გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების მიზანშეწონილების საკითხი. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს პოზიცია, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა უნდა შეიცვალოს გირავეთი. მტკიცებულებები, რაც მოპოვებული აქვს ბრალდების ხარეს, არ ადასტურებენ იმ ბრალდებას, რაც აღდგენილი აქვს.